ბუნებრივია, ყველა ნაბიჯი, რომელსაც ჩვენ ვდგავთ, რომელიც გადადგა ზურამ, ნიკამ, მეორე ნიკამ, არის აბსოლუტურად გააზრებული, აბსოლუტურად დაგეგმილი და რაც მთავარია, ჩდება იმ აუცილებელი ბრძოლის სტრატეგიაში, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით. ეს არ არის ემოციური საკითხი, ეს არ არის რაღაცა სპონტანური საკითხი. და შევეცდები აგიხსნათ რატომ იმაჩნია, რომ ეს არის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება. ამასთანავე ხაზს გავუსვამ, რომ არავითარ შემთხვევაში სხვა გადაწყვეტილებისთვის ვერავის ვერ გავკიწყავ და ზურამაც დაწერა ეს ციხეში შესვლის წინ, ყველას თავისი გზა აქვს და ძალიან არასწორი მგონია ეხლა ერთმანეთის დამუნათება, შენ ესე ქენი, შენ რატო ქენი სხვანაირად. ეხლა ჩვენ სტრატეგია რა არის, ხო? ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არის რეჟიმის არაღიარება. და შესაბამისად არაღიარებაში გულისხმობა ართანამშრომლობა, ეს არ არის რადიკალიზმი, ერთადერთი გზა იმისთვის, რომ ჩვენ რეჟიმი ვაიძულოთ, რომ რაღაცა ნაბიჯებისკენ, რაღაცა მიმართულებით წავიდეს, იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში პირობები მხოლოდ უარესდება, როგორც საგარეო პოლიტიკური თვალსაზრისით, ასევე შიგნით, არ ვიცი, ეს მედიის მოხრჩობა იქნება, აქტივისტებთან დამოკიდებულება თუ სხვა და სხვა. შესაბამისად, ერთადერთი გზა მათი იძულების ეს არის ზეწოლა, არაღიარება, ართანამშრომლობა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. ეს არის არა გულის მოფხანა, არამედ როდესაც შენ ლეგიტიმაციას არაღიარებ და ჩააყენებ რეჟიმს იმ მდგომარეობაში, რომ მას ფუნქციონირება არ შეუძლია, მხოლოდ მაშინ შეიძლება მან რომ გადადგას რაღაცა ნაბიჯები, რომ დაიწყოს ფუნქციონირება და ეს არის ჩვენი ამოცანა. ელენე, მცირედი ეს თქვა ჩაკითხვა მექნება, ამ ვითარებაში ხომ არ აღმოჩნდება, რომ ეს თქვა ლიდერები იქნებიან პატიმრობაში, ანუ არ ფუნქციონირების რეჟიმში ეს ლიდერები აღმოჩნდებიან და ოცნება წყნარად თავისი გეგმით, რომელზეც ასევე ვილაპარაკებთ, თქვენ როგორ ხედავთ, საით მიდის ეს მათი გეგმები, გააგრძელებენ ცხოვრებას. ეხა ეს მეორე ნაწილი, ხო, აბსოლუტურად ლეგიტიმური კითხვა, უბრალოდ პირველს ახსნა მინდა, რომ ლეგიტიმაციის არაღიარება, რომ არის ბრძოლის სტრატეგია და არა უბრალოდ რაღაცა ჯიუტი პოზიცია და ამ ლეგიტიმაციის არაღიარებას და ართანამშრომლობას ეფუძნება მათ შორის პროტესტი, იმიტომ რომ ჩვენ პოლიტიკური სპექტრი, ჩვენ ხშირად საუბრობთ, რა უნდა გავაკეთოთ. თუ პოლიტიკური სპექტრი იტყვის, რომ ნუ კარგით ვითანამშრომლოთ, ვაღიაროთ, შევეგუოთ, რომ ოცნებამ გადაგვიგრიხა, მთელ საზოგადოებას გადაუგრიხა ხელი, კონსტიტუცია გადაგრიხა და სტატუს კვოს გვაჩვევს, ჩვენ თუ ამას ვიტყვით, მაშინ ქუჩაში დგომას ნაკლები მნიშვნელობა ექნება, ან ქუჩაში დგომი ხალხი ჩვენ უნდა დაგვერიოს, იმიტომ რომ ის ხალხი ევროპისთვის იბრძვის და არა ჩვენი პოლიტიკური პოზიციისთვის. შესაბამისად, იმისთვის რომ ჩვენ ვიყოთ საერთო ბრძოლაში, ჩვენგან არაღიარება და ლეგიტიმაციის არმიცემა არის ძალიან მნიშვნელოვანი. სწორედ ლეგიტიმაციის არმიცემა იყო კომისიაზე არ მისვლის მიზეზი. ნუ ეხლა კომისიაზე ბევრს აღარ ვისაუბრებ, რომ მათ რომ რაიმის დადგენა ნდომოდათ, მაშინ ხარება იქნება, მურუსიძე თუ სხვები არ იქნებოდნენ კარგად მოკალათებულები და რა თქმა უნდა, მას არანაირი სიმართლესთან კავშირი არ აქვს, არც სამართლებრივი, არც პოლიტიკური, მაგრამ ამოსავალი წერტილი არის, რომ მათ ცადეს, ისინი ცდილობენ მუდმივად შექმნათ ხან დეკლარაციების შევსების იძულებით, ხან რაღაცა ფორმატში მისვლის იძულებით, ხან რითი და ხან რითი, ცდილობენ შექმნან ვითარება, რომ თითქოს ჩვენ შევეგუოთ სტატუს კვო და ნუ მთავრობა რა უყოთ ეხლა პრეზიდენტთან მიმართებაში თუ სხვა. ამიტომ აქ არის ძალიან პრინციპული პოზიცია და გირაო, რომელიც შეიძლება სხვადასხვა ინტერპრეტაცია იყოს, მაგრამ კომისიაში არ მისვლასთან ერთად გირაო არის ამ არაღიარების გაგრძელება. შესაბამისად, ქართულმა ოცნებამ და საერთაშორისო თანამეგობრობამ დაინახა, რომ არაფრის ფასად, ანუ ჩვენ არ თანამშრომლობთ, ისე კი არა, რომ სანამ დისკომფორტი შეგვექნება, არ თანამშრომლობთ და თუ დისკომფორტი შეგვექნება და ან ციხეში უნდა წავიდე და ან ჯარიმა უნდა გადავიხადო, ნუ მაშინ კარგი ვითანამშრომლობ. არა, ეს არის კედელი, აი ესეთი პოზიცია, რომელიც მათ შორის საკუთარი თავისუფლების თუ ჯანმრთელობის ფასად არის აბსოლუტურად დაცული. ეხლა რაც შეეხება ფუნქციონალურობას, ბუნებრივია ჩვენ ჯერ ერთი აბსოლუტურად ფუნქციურები დავრჩებით, იმიტომ რომ აქ ჩვენ ოპოზიციურ სპექტრში ჯერ ერთი ვართ სრულ კოორდინაციაში, ჯერ მე აქ ვარ, გუნდი აქ არის, მეც რომ არ ვიყო აქ ერთ ადამიანზე არ გადის, ხო? ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ ქართული ოცნება დაიჭერს იმ წამს, როცა მათ ამის საშუალება ექნებათ და მოუნდებათ. კი, ექნებათ, მაგრამ როცა გირაოს გადახდას ართანამშრომლობის ნაწილში განიხილავ და აქვე ამბობთ, რომ კოორდინაციაში ვართო, აი ვინც იხდის გირაოს, ისინი თქვენთან კოორდინაციაში მყოფი პარტიებიდან მათი მხრიდან რაღაცნაირი აღიარება ხდება გირაოს გადახდით? არა, მე მგონია, რომ ეს ინდივიდუალური არის. კომისიაზე არ მისვლა იყო წითელი ხაზი, ჩემი აზრით და აი ეს არავინ არ გადახაზა და არავინ არ გადაყვეთა და ამ ხელ აბსოლუტურად ერთიან პოზიციაზე ვარ.
გახარიას არ გულისხმობ, მან გადალახა ჩემი აზრით. შესაბამისად მე ხა გულისხმობ თქვა ლელოს, გიორგი ვაშადეს, არავინ პროდასალური ოპოზიციიდან იქ არ მივიდა, ჩემი შეფასება ასეთი არის, იმიტომ რომ ეს იყო პრინციპული პოზიცია, მათ შორის გახარიას პოზიციაც პლატფორმაში, როდესაც ის მონაწილეობდა და იყო საერთო ოპოზიციური შეთანხმების ნაწილი იყო, მაგრამ არ შევალ ხა არ არის ჩემი ამოცანა ვინმეზე მე ოპოზიციის რომელიმე წარმომადგენელზე საუბარი, ამ კრიტიკაში აღარ შევალ, ყველამ თავად დაინახოს რა და როგორ არის, მაგრამ აი ამ ბირთმა ეს არ გააკეთა, ზურამ და მეც პირდაპირ მინდა ვთქვა, ჩავთვალე რომ კიდევ უფრო რადიკალური სწორი გაგებით პოზიცია და მყარი პოზიცია არის, როდესაც გირაოს არ იხდი, თუმცა განსაზღვრელი არის კომისიაზე მისვლა არ მისვლა და არა გირაო. ეს არის დემონსტრირება, რომ არაფრის ფასად არა ამ სისტემის აღიარება არ იქნება. ამან გამოიწვია საზოგადოებაში კონსოლიდაცია, ჩვენ ნახეთ ნამდვილად სოლიდარობა ზურას მიმართ, თუმცა ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ რეპრესიები ზურათი არ დაწყებულა. რეპრესიები 50-ზე მეტი ადამიანი არის ციხეში, ნებისმიერ წამს, როცა მათ მოუნდებათ, ვისაც მოუნდებათ დაიჭერენ და პოლიტპატიმრების პრობლემის მოგვარება, ზურა იქნება თუ სხვები, მოხდება მხოლოდ სისტემის დემონტაჟის შედეგად და ამ სისტემის დემონტაჟის გზა არის არაღიარება და არ ლეგიტიმაცია. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ისინი როცა უნდა დაიჭერენ, როცა უნდა არ დაიჭერენ, ვისაც გინდათ ოპოზიციიდან რამდენსაც უნდა იმას დაიჭერენ, მაგრამ ოპოზიცია ფუნქციონალურობას შეინარჩუნებს, ჩვენ ამაზე ნაფიქრი გვაქვს, ვერ დაიჭერენ ყველას. აბსოლუტურად ყველას, ვინც ფუნქციონალურობას უზრუნველყოფს, ნამდვილად ვერ დაიჭერენ, პლუს ყველა ამ დაჭერას მოყვება ფასი, რომელსაც ისინი იხდიან, როგორც საერთაშორისო კუთხით, ასევე შიდა კონსოლიდაციის თვალსაზრისით. ამიტომ რა ფასის გადახდა მოუწევთ თქვენი აზრით, აი ზურა ჯაფარიძის, მელია გვარამიას, იმიტომ ვამბობ, რომ ფაქტობრივად სცენარის სახეზეა, როგორ განვითარდება მათ შემთხვევაშიც მოვლენები, თუ ვინმე არ მოისურვა გადახდა. კი, მათ გარანტირებულად დააკავებენ. მათ გარანტირებულად დააკავებენ. კი, გარანტირებულად დიდი ალბათობით ეხლა გამონაკლისები არის. როცა მათ თქვეს, კი. აი რა ფასის გადახდა? რა თქმა უნდა, სამართალი აქ არ არის, ამიტომ ვერ გაიგებ. პირველი ფასი ეს არის, მე რასაც ჩვენ რასაც სულ ამბობდით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს პროცესი, მხოლოდ მაშინ მოვიგებთ, როდესაც დღის წესრიგს მაქსიმალურად ვეცდებით რომ განსაზღვროთ ჩვენ. და ამ შემთხვევაში ზურამ განსაზღვრა დღის წესრიგი და მოამწყდია სისტემა, იმიტომ რომ არ დაჭერით ისინი თავისი ჭკუით სისუსტეს გამოავლენდნენ, ხოლო დაჭერით ისინი გარანტირებულად მოხდება ჯერ ერთი სანქციების ტალღას ეს ნამდვილად დააჩქარებს და პირდაპირ ეუბნებიან რომ ასე ნუ იქცევი და ღიათ ესე იქცევენ რუბიოს განცხადების მეორე დღეს. გარდა ამისა, ყოველი ესეთი ნაბიჯი არის სისტემის მხილება. ძალიან ბევრი ადამიანია რომელიც უყურებდა რომ ადვოკატის გარეშე მიდის ეს პროცესი. ანუ საერთოდ არ ყოფილა მე მგონი ესეთ შემთხვევაში, არ ვიცი მე ხა იურისტი არა ვარ, მაგრამ წარმოუდგენლად იშვიათია რომ ევროპულ კონვენციას არ ღვევენ და საერთოდ უფლების გარეშე დატოვეს ადვოკატის დაცვის უფლების გარეშე ზურა. იმდენად ჩქარობდნენ რომ ანუ იმსხრევა ეს რაღაცა მხილება ხდება სისტემის, პოლიციის მხილება მოხდა, მოსამართლის მხილება მოხდა, მათი მხილება მოხდა და ეს ბუნებრივია, როგორც ქვეყნის შიგნით იწვევს ყოველ ჯერზე მათი შეცდომა, მათი ესეთი ღია არასამართლიანი ნაბიჯი ყოველთვის რა თქმა უნდა იწვევს შიგნით კონსოლიდაციას, პლუს ვიღაცების თვალების ახელას, რომ ეს სისტემა ყველასთვის საშიშია და მესამე იწვევს სანქციებს. შესაბამისად, მე მიმაჩნია რომ ოცნება გაიცნეს შინ და გარეთ უკეთ გუშინ, ან ეს შეიძლება რაღაცნაირად ყოველი ნაბიჯი მათი არასწორი მათ უკვე უჯდებათ ფასი, იმიტომ რომ მეგობარი აქტის პარალელურად, ბრიტანული სანქციების პარალელურად, სხვა ზეწოლის შედეგი პარალელურად, ყოველ ჯერზე, როდესაც ისინი უგველებელ ყოფენ ამ განცხადებებს, ამ მოწოდებებს, ამ ნაბიჯებს, ისინი ირთულებენ სიტუაციას. დღეს, როდესაც ქართული ოცნება უშვებს შენიშვნას უკვე შეცდომას, ეს უკვე არის გარდა შეცდომისა დასავლეთზე წინააღმდეგობის გაწევა, დასავლეთისთვის თავხედობის ჩვენება, რაც ყოველთვის იწვევს უკურეაქციას. იქაც რაღაცა ზღვარია, ხო, მათ რაღაცა მომენტში აძლევენ სივრცეს, რომ კი ბატონო დავიწყე სანქციები, მაგრამ ჯერ კიდე სივრცეს გიტოვებ, მაგრამ შენ როგორც შედიხარ მათთან ესე დღია დაპირისპირებაში, რუბიო გეუბნება, ნუ იქცევი ესე, იმიტომ რომ ეს უსამართლოა და ეს არავის ინტერესში არ შედის. შენ დემონსტრაციულად ესე იქცევი, ბუნებრივია რეაქცია იქნება უფრო მაღალი. აქაც საზოგადოება ხედავს, რომ ჯერ ერთი პოლიტიკოსები იბრძვიან და მე აბსოლუტურად მესმის, რომ ეს განცდა, რომ რაც აკეთებენ პოლიტიკოსები, ძალიან ლეგიტიმური წუხილი არის, რომ აი ხალხი უნდა ხედავდეს ამ პროცესში. მე არ ვამბობ, რომ ეს ერთადერთი გზა არის, ვთქვათ, და მე ამას არ დავარქმევდი ციხეში ჩაჯდომა. ზურა კი არ ჩაჯდა ციხეში. ზურამ არ ითანამშრომლა, ზურამ არ
მათი კაპრიზები არ შეასრულა, დაიცვა პრინციპულად პოზიცია, ამას ხედავს ხალხი. და ნუ ახლა მათი არჩევანი იყო, მე უსამართლოდ დაეკავებინათ ის თუ არა და ყველამ დაინახა, რომ მათ უსამართლოდ დააკავეს, არანაირი სამართლებრივი პროცესი არ იყო, ხოლო ზურამ, ნიკამ და ნიკამ დაიცვეს ბოლომდე პრინციპული პოზიცია. ლელომაც და გიორგი ვაშაძემაც კომისიაში არ მისვლის ნაწილში. შესაბამისად, ბრძოლა შედგება მორალური, სამართლებრივი, პოლიტიკური კომპონენტებისგან. სამივე კომპონენტში ამ კონკრეტულ სიტუაციაში ჩვენ შეიძლება ვილაპარაკოთ, რას აკლებს ოპოზიცია, საინფორმაციო კამპანია როგორ უკეთ ვაწარმოოთ, ხალხთან კომუნიკაცია როგორ უკეთ ვაწარმოოთ, იმიტომ რომ ესმოდეს ხალხს რა ნაბიჯი რისთვის იდგმევა, რატო გრძელდება ამდენი ხანი, 175-176 დღე, კიდე რამდენი ხანი, ეს კითხვები ძალიან ლეგიტიმური არის მათ პირდაპირ ოპოზიციის მიმართ, მაგრამ ამ კონკრეტულ ეპიზოდში ეს ბევრ კითხვას ცემს პასუხს, იმიტომ რომ ოპოზიციამ პრინციპული სტრატეგიული პოზიცია დაიცვა სისტემის გაშიშვლების და სისტემის არაღიარების, ასევე დაიცვა მორალური კოდექსი, რომ ესე კი არ არის, რომ ხო იქ ბიჭები დაჭერილები არიან და კაი მე ჩემ დაჭერას თუ ეხება, მაშინ ხო კაი ცოტას რაღაცას გადავიხდი და ასევე ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც ერთმანეთს ვეხიდებით და კი ზურა დაჭერილია, მე გავაკეთებ 100 მაქვს, ზურასთვის კი არა, იმ საერთო საქმისთვის, რომლისთვისაც ზურაც მათ შორის დღეს უკვე ზის და ყველა ის პოლიტპატიმარი ზის და ყველა ადამიანი მე დამიჭერენ კიდე სხვები გააკეთებენ. კი ბატონო ელენე, მესმის მე სხვათა შორის განსაკუთრებით მესმის მაგალითად ზურასიც და თქვენიც, იმიტომ რომ შეიძლება რაღაც ნაწილში ვთქვათ უფრო მისაღები, რაღაცაში ნაკლებად, მაგრამ მესმის რომ თქვენ რასაც ვაკვირდები, თქვენ ხაზში ხართ თანმიმდევრული, მაგრამ მაინც საინტერესოა ეს თანმიმდევრულობა თავად არის დეფიციტური ცოტა პროდუქტი დღეს თანამედროვე პოლიტიკაშიც და პოლიტიკურ ლიდერებშიც, მაგრამ რამდენად შედეგიანი, აი როგორ ფიქრობთ, მაინც საბოლოო ჯამში იქნება ვითარება, როდესაც ეს ლიდერები იქნებიან საპატიმროში, სიტუაცია არის ჩიხური, რომელიც შეიძლება პოლიტიკოსებისგან რაღაც აქტიურ გადაწყვეტილებებსაც გულისხმობდეს. მე ვახსენე არჩევნები, მესმის რომ თქვენთვის ეს არჩევნები არის საერთოდ თქვენს კალენდარზე შეიძლება არ არის, მაგრამ ქვეყნის და ეს ვთქვათ ამ კალენდარზე, ქვეყნის კალენდარზე მოკლედ ასე ვიტყვი, ის მაინც არის, ამიტომ რაღაც ტიპის პოლიტიკური გადაწყვეტილებებია მისაღები. ერთი წელი შეიძლება არ არის დიდი დრო, შეიძლება ვიღაც 3 თვე თქვას მოსამართლე მან 5 თვე, მაგრამ შეიძლება აი მნიშვნელოვანი პერიოდი გადაწყვეტილების მიღებისა გამოტოვონ ამ ლიდერებმა, ეს ვთქვათ, აქტიური, ფუნქციური პროცესში ყოფნისა. ამიტომ მაინც თუმცა ის არგუმენტიც მესმის, რომ გირაოს გადახდა არ გადახდა, საბოლოო პატიმრობა არ პატიმრობას არ უდრის, იმიტომ რომ მაინც ამას მოსამართლე, ანუ სისტემა მიიღებს ამ გადაწყვეტილებას, მაგრამ მაინც ფიქრობ თუ არა, რომ ახლა აქტიური პოლიტიკის დრო დგება, პოლიტიკოსის აქტიურობის პოლიტიკურად და არა აქტივისტურად. დიახ, მესმის. პირველ რიგში, აი ორი რაღაცას მინდა გავცე პასუხი, სიტუაცია არის ჩიხური. მე მესმის განცდა, თქვენიც მოსახლეობის, აი განცდა დამთრგუნველი, რომ ამდენი ხანი გრძელდება, პერიოდულად გვიჩენს აი ამ შეგრძნებას, რომ რაღაც არაფერი წინ არ მიდის. თუმცა ეს ძალიან ბუნებრივია აი ამდენი თვიან პროტესტში, მაგრამ ობიექტურად რო შევხედოთ ვითარებას, სიტუაცია არ არის ჩიხური, სიტუაცია არ არის გადაჭრის ზღვარზე, მე არავინ არ მინდა მოვატყუო, რომ აი უკვე ჩვენ რაღაცა სამშვიდობოს ვართ, არავითარ შემთხვევაში წინ ნამდვილად კიდე საბრძოლველი არის. ამასთანავე მიმართულება, რომლითაც ჩვენ მივდივართ, არის სწორი და ის არყევს სისტემა. ჩვენ გვჭირდება სისტემის დემონტაჟი, არაძალადობრივი გზით და ეს სისტემის დემონტაჟი მიიღწევა სისტემის რყევის გზით, გარედან და შიგნიდან. ეს რყევა სისტემის, გარდა იმისა, რომ ჩვენ ვარყევთ, შედეგები ამ რყევის უკვე ჩანს. ეს არის ის ფინანსური დისკომფორტი, რომელიც სახეზეა ბიძინა ივანიშვილის, ეს არის ის გადაადგილებები, გაგდებები, გაშვებები, შიდა დაპირისპირებები, შიდა გარჩევები, რომელიც ეს გაშვებები და გაგდებები ხო მათი გადაწყვეტილებაა? ანუ ფიქრობთ, რომ ეს პროტესტის ექოა? იძულებითია. ზოგი გადაწყვეტილება არის კომფორტული მათთვის, რომელიც მათ უნდათ და ზოგი როდესაც შენ ერთ-ერთ ყველაზე საყრდენ არამხოლოდ ადამიანს, გუნდს, ეს არის ლილუაშვილი თავის გუნდით, ეს არის ღარიბაშვილი თავის გუნდით, იქ აჭარაში კიდე რაღაცა გარჩევები, როდესაც შენ გიწევს მათთან დამშვიდობა, ეს არის სტატუს-კვოს იძულებითი შეცვლა.
იძულებით შესვლა, როცა შიდა გუნდურ დაპირისპირებაში და ყველა დიქტატორულ რეჟიმში ეს გუნდების დაპირისპირება რაღაცა მიდის, მე არ ვაპირებ სპეკულაცია ზუსტად იქ რა ხდება, მაგრამ ფაქტია, რომ მათ, როდესაც სიმყარე უნდა გამოაცხივონ, სიმყარეს კი ვერ ასხივებენ და აი ესე ყველანაირი ახსნის განმარტების გარეშე, მოკლე ბრიფინგებით ნახვამდის წავედი, მე დავნიშნავ, მე არ დანიშნეს, ილუაშვილის შემთხვევას ვიხსენებ, მოუწიათ ისეთი ტიპის გადაადგილებები, რაც ნამდვილად არის იძულებითი. ეს იმას არ ნიშნავს, რომ სისტემა გამოსწორდა, მე ამას არ ვამბობ. არც იმას ნიშნავს, რომ სისტემა დაინგრა, მაგრამ ნიშნავს, რომ სისტემა ირყევა და ეს არის ნამდვილად შედეგი. მეორე, სანქციების ტემპი და მასშტაბი ხარისხობრივად იზრდება, მათ შორის მეგობარი აქტი და რუბიოს განცხადებით, ასევე ბრიტანეთის აქტიურობით, ამიტომ აქაც ჩვენ გვაქვს პოზიტიური დინამიკა და ეს არის ორი დიდი მიმართულება, რომელიც საბოლოო ჯამში ახდენს სისტემაზე ზეწოლას. ეხლა რაც შეეხება აქტივისტური თუ პოლიტიკური ქმედებები. მე არ დავარქმევდი ზურაც გადაწყვეტილებას, მე ამიტომ ეცადე ახსნა, რომ აქტივისტურს არავითარ შემთხვევაში ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, იმიტომ რომ მე არ მithქვამს, ზოგადად ვამბობ თქო, რომ არა, ცუდად კი არ ვამბობ, აქტივისტში არაფერი ცუდი არ არის. არ არის ნამდვილად, მაგრამ ანუ ახლა ხომ არის პროცესი იყოფოდა, უფრო აქტივისტები აქტიურობდნენ ქუჩის პროტესტი, ახლა დადგა თუ არა თქო, რომ აი აქტივიზმს მიღმა პოლიტიკური ლიდერების პოლიტიკური გადაწყვეტილებების ეს ვიგულისხმე. კი, სწორედ ეს არის, კი, ამის ახსნა მინდოდა, რომ ზურაც გადაწყვეტილება არის სწორედ პოლიტიკური პროცესის შექმნა, იმიტომ რომ პოლიტიკური პროცესია, როდესაც შენ ხელისუფლებას აიძულებ, რომ მიიღოს ან ერთი ან მეორე გადაწყვეტილება და არა პირიქით, როცა ის გაიძულებს და შენ საპასუხო რეჟიმში ხარ, შენ მას აიძულებ მიიღოს გადაწყვეტილება და იქ ის აუცილებლად იღებს რაღაცა ან შეცდომას უშვებს, აქ მას არ ქონდა კარგი გამოსავალი ნამდვილად, მათ ერჩივნათ, რომ ზურა დაეჭერათ მაშინ, როდესაც მათ უნდათ თავისი რაღაც პროპაგანდისტული მომზადებით, საერთაშორისო მომზადებით, ეს ფუფუნება ზურა მათ არ მისცა. ვერ გადაიტანდნენ პროცესს, რაღაცას ვერ მოიფიქრებდნენ, ანუ მინდა ფაქტია, რომ ვერ მოიფიქრეს, მისი ეს გადაწყვეტილება მოხდა მაშინ, როდესაც ეს გადაწყვიტა ზურამ და მათთვის საზიანოდ, ეს ერთი. მეორე, ზურა დაჭერა კი არ არის კარგი, მაგრამ ზურა დაჭერის შიშით, რომ ეთანამშრომლა რეჟიმთან, ეს იქნებოდა ამ რეჟიმის ის ნელ-ნელა აღიარების მოპოვება, რაც არის სრულიად პოლიტიკური პროცესი და რაც დაღუპავს ამ პოლიტიკურ პროცესს, თუ ჩვენ აი ამ ხარ პოზიციას არ დავიჭერთ. ამიტომ ამ შემთხვევაში ეს არის პოლიტიკური, ძალიან სერიოზული დარტყმა და ბოლო, რაც შეეხება არჩევნებს. არჩევნებზე იმაზე კი არ არის, ჩემ დღის წესრიგში არის თუ არ არის. როგორ შეიძლება ჩვენ არჩევნები დავარქვათ იმ რაღაცა დღეს, იმიტომ რომ რუსეთში სტარდება არჩევნები. რუსეთშიც ესე ოფიციალურად ცხადდება, რომ არის ამ დღეს არჩევნები და იძახიან, რომ ეს არჩევნებია. მაგრამ არჩევნებს ახასიათებს რაღაცა კონკრეტული შინაარსი უნდა კონდეს, ხო? გარკვეულწილად შენ უნდა შეგეძლოს აზრის გამოხატვა, ლაპარაკი, არ უნდა გცემდნენ, მედიას უნდა კონდეს რაღაცა რეკლამის გაშვების უფლება, შენ უნდა შეგეძლოს რაღაცა რესურსი კონდეს, ადამიანები ციხეში არ უნდა იყვნენ, კომიმეს, რა ქვია, ცესკოს არ უნდა წარმოადგენდეს სულსი, ხო? ანუ არჩევნები ხო არ არის უბრალოდ, აი როგორც ახლა პრეზიდენტს ეძახიან ყაველაშვილს, მაგრამ ნუ არ არის ისა ვერ ოპერირებს როგორც პრეზიდენტი, იმიტომ რომ მას არ აქვს ლეგიტიმაცია შიგნით, არა უჭირს ძალიან გარეთ, ყველგან უჭირს, ხო? ანუ სახელს რო დაარქმევ რაღაცას, ამით კი არ ხდება ის. ინტერვიუებს იძლევა, შეწყალება შეუძლია. ნახეთ, ელენე, შეიძლება შეუძლია და ფულის კეთება შეუძლია, მაგრამ ეს არ არის. ინტერვიუებს იძლევა და ვიღაცებს ხელს ართმევს. პარლამენტსაც შეუძლია კანონის მიღება, ქალბატონ დიანა, მაგრამ ეს კანონები იმდენად არაკონსტიტუციურია და მათი ნაწილი არ სრულდება. მათ მიიღეს კანონი, რომ არ შეიძლება ფეერვერკების გამოყენება, ფეერვერკები გამოიყენება. მათ მიიღეს კანონი, რომ ყველა NGO უნდა დარეგისტრირდეს და რაღაცა უბედურებები უნდა იმასთან აგენტები და ასე შემდეგ. NGO-ები არ რეგისტრირდებიან თავის უდიდეს უმრავლესობაში. მათ მიიღეს კანონი, რომ ნიღბის ტარება არ შეიძლება, ჩატარდა ნიღბების მარში. მათ მიიღეს კანონი 5,000 ლარიანი დაჯარიმებებზე, ხალხმა მოიფიქრა ხრიკი, გასაჩივრების და ასე შემდეგ, გახლარდა პირიქით სისტემა. მათ დაიწყეს ხალხის რეპრესიები, შეიქმნას ფონდები, რომელიც ხარში დაუდგნენ მათ. მათ დააკავეს პოლიტპატიმრები, მათ შეუძლიათ, რა თქმა უნდა, ეს ინსტრუმენტი აქვს, რომ ციხეში გამოამწყდიონ პოლიტპატიმრები, მაგრამ მათ არ აქვს ინსტიტუტი, მათ თავისუფლება წაართვან, იმიტომ რომ ციხეში ის ადამიანები თავისუფლები რჩებიან. ციხეში ის ადამიანები ევროპელები რჩებიან და პრინციპულები რჩებიან. ამიტომ, რა თქმა უნდა, მე არ მინდა იმის თქმა, რომ მათ ბერკეტი არ გააჩნიათ. ბერკეტები გააჩნიათ, მაგრამ ლეგიტიმაცია არ გააჩნიათ. კანონი ნებისმიერი არის არა მხოლოდ მისი ხელმოწერა და ბეჭდის დარტყმა, არამედ მისი ფუნქციურობა, რომ მან შეძლოს
რომ რაღაცა მოახდინოს და ცხოვრება შეცვალოს და უმეტეს შემთხვევებში სადაც ჩვენ პოულობთ აქტივისტები, პოლიტიკოსები აი ამ სივრცეს, ჩვენ ამ კანონებს აი ესე მათ შორის ციხეში წასვლის ხარჯზე ამ კანონებს არ ვაღიარებ. კომისია არ არჩევნები არ იქნება. არჩევნებში თქვენ არ იქნებით. ეს არის ცალსახა გადაწყვეტილება. კრიზისიდან გამოსავალი არის კრიზისიდან გამოსავალი არის ერთადერთი ახალი პრინციპულად ახალი წესებით და არა ბიძინა ივანიშვილის მურიგი გაყალბებული პრინციპულად ახალი წესებით ახალი საპარლამენტო არჩევნები. ამის მერე ადგილობრივი ყველაფერზე შეიძლება ლაპარაკი, როდესაც ეს თავარი მოთხოვნა იქნება შესრულებული და როდესაც პოლიტპატიმრები გამოვლენ. ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა არჩევნები და კრიზისის გამოხვა და სტატუს-კვოს დაკანონება. ჯერჯერობით ელენე, ეს ვთქვათ, მესმის რომ არ არიან კარგ ვითარებაში, მაგრამ თითქოს აი ამ კრიზისის იგნორირებასაც ახდენენ, ყოველ შემთხვევაში რა არჩევნები ასე ამბობენ და სხვათა შორის როცა ვლაპარაკობთ რომ 6 თვე არის ეს პროტესტი ქუჩაში, ერთ-ერთ არხს, რომელსაც აქვს თავისი სოციალურ ქსელში გვერდი, ახლა კონკრეტულად არ დავასახელებ, ყოველ დილით თენდება თუ არა, არ ვიცი, ალიონს ასწრებენ ქარდის დადებას, სადაც უფრო მეტი დღეა მონიშნული, ვიდრე რეალურად ქუჩაშია პროტესტი, რომ აი უსამშობლოების თუ როგორც არქმევენ პროტესტის რაღაც 207 დღე თუ რაღაც ასე აწერენ. ამით ეს პროპაგანდის ხაზი ცდილობს, რომ აი ნახეთ რამდენი დღე არიან და არაფრისთვის მიუღწევიათ. ანუ ისინიც რაღაცას უმატებენ, მე მგონი, იმიტომ რომ პროტესტის მონაწილეების დათვლით სხვა რაოდენობა უნდა იყოს. ანუ ასე აყენებენ საკითხს. აი ამ დილემასაც თუ ხედავთ. რა თქმა უნდა, აბსოლუტურად გეთანხმებით, რომ მათი ერთ-ერთი ბრძოლის ტაქტიკა ეს არის მათ შორის ფსიქოლოგიური და ეს ძალიან ცნობილი მეთოდი არის, მათ შორის რუსული, ეს არის ფსიქოლოგიური აი საინფორმაციო ომი, რომ შექმნა განცდა, რომ ყველაფერი არის ჩვეულებრივად. არაფერი და მათზე არაფერი არ მოქმედებს. ხო, და რამ აი დამავიწყდა ბოლომდე მიყვანა, აი რამ უნდა აიძულოს შიგნით პროცესმა თუ გარედან სანქციებმა და დაწოლამ თუ გარედან ვინმეს დალაპარაკებამ, რომ აი იქნებ ბიძინა, არ ვიცი, ან ირაკლი იქ დაელაპარაკოთ ოპოზიციას და თლად ნუ მოწყდებით რაღაც ცივილიზაციის ორბიტას და იქნებ ჩანიშნოთ არჩევნები. აი რა მეთოდით შეიძლება მათ აღიარონ კრიზისი და დანიშნონ არჩევნები? ისინი ბუნებრივია კრიზისს აღიარებენ, უბრალოდ ამის თქმა მინდოდა ზუსტად, რომ მათთვის აუცილებელია იქიდან გამომდინარე, რომ მათ არ აქვთ სიმყარე, მათი სიმყარე ეფუძნებოდა იმას, რომ პროტესტი გაიწოვება და ნორმალურ კალაპოტში დაბრუნდება ცხოვრება და მე ხა იკამათებ ოპოზიცია იჭაჭყანებს, რაღაცას ეთყვი, გააშავებ და ნუ ჩვეულებრივად არ იქნება ეს აგანგებო მდგომარეობა. მეორე ეფუძნებოდა იმას ტრამპთან დალაგების სურვილს და ეს მთელი პროპაგანდა ჩამოიშალა შესაბამისად, რა თქმა უნდა, ისინი ძალიან კარგად ხედავენ, რომ არის კრიზისი, მათ შორის ამ კრიზისს გრძნობს ბიძინა თავის ჯიბეზე კონკრეტულად, მაგრამ აუცილებლად მათ უნდა მოგვაჩვენონ, აი მე სულ მომაქოლნა ეს მაგალითი. ახალ წელს თქვენი აზრით რატო უნდათ აი ამ საპროტესტო შუაგულში ნაძვისხის ანთება? ვერ ითმენდნენ ისე უნდათ ზეიმი ახალი წლის? რა თქმა უნდა არა. მათ უნდათ აი ამ რეალობის შექმნა, რომ ქვეყანაში ჩვეული რიტმით მიდის ყველაფერი, ჩვეულებრივად ხალხი ზეიმობს ახალ წელს და არანაირი კრიზისი არ არის. ეს მათ არ გამოუვიდათ და ასევე არ გამოსდით მათ არ შემჩნევა კრიზისის, იმიტომ რომ მთელი მსოფლიო და ქვეყნის შიგნითაც ეს კრიზისი არის აბსოლუტურად სახეზე და ისინი ძალიან კარგად ხვდებიან. ამიტომ რა თქმა უნდა, ამ კრიზისის გამოსავალი არის, რომ ჩვენ კი არ წამოვეგოთ ამ პროპაგანდას, რომ არაფერი არ გამოდის, გამოდის, უბრალოდ არ არსებობს თარიღი, რომელსაც ჩვენ ეხა იტყვი, რომ აი ზეგ ისინი ჩამოიშლებენ. ასევე არ არსებობს წინასწარი განცხადება, რომ დავიღალე მე ვიშლები. გამორიცხული, მაგრამ არსებობს ნიშნები. არსებობს ნიშნები, რომ მათ არც ამერიკასთან დალაგება გამოვიდა, გავიცანოთ 2 თვის წინ რას იძახდნენ, ხო? რომ აი ხლა სანქციები არ იქნება, ეხლა მივალთ, ყველაფერი დალაგდება და ასე შემდეგ. არანაირი ნიშნები არც გარედან, არც შიგნიდან ამის არ არსებობს. მათ უნდა იცოდნენ, რომ არანაირი ცრუ პროცესები, ცრუ კომისიები, ცრუ ვითომ ადგილობრივი არჩევნები მათ აღარ გაუვათ და როდესაც იქნებიან უკვე მომწყვდეული, იძულე, აი როგორც პუტინი არის, როცა თუ არა აიძულე კომპრომისი და ჩვეულებრივი პოლიტიკური მოლაპარაკებების პროცესი მასზე არ მოქმედებს. კი ბატონო, მე მგონი ეს იძულებაც არ მოქმედებს პუტინზე ნახოთ. ელენე, ძალიან დიდი მადლობა, გამძლეობას. იქაც ვნახოთ, თუმცა უკრაინა ძალიან კარგი წარმატების ალღაზია. მადლობა.